მშვიდობის ხასიათზე დამარცხდა. ხიარულ ნოტაზე დაგიბრუნდით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლი ქალდეა და ასევე ჩვენთან სტუმრად არიან ანსამბლის ვოკალური ხელმძღვანელი ზვიად ბერიშვილი და ორკესტრის ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე, რომლებიც უკვე ჩვენთან არიან. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ანსამბლის გეგმების შესახებ, ვიცით რომ სულ მალე კონცერტი გაიმართება, მოდით ვთქვათ სად და როდის. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მოწვევისათვის. პირველი სოლო კონცერტი გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტოს დარბაზში 30-ში 18 საათზე ველოდები ყველას, ვეპატიჟები მთელ საქართველოს. გეგმები დიდია. შემდეგ ეს კონცერტი გადაინაცვლებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაახლოებით 15-20 დეკემბრისთვის, თარიღი ჯერ არ არის დადგენილი და შემდეგ უკვე სამომავლოდ ვიწყებთ ალბომის ჩაწერას და საგასტროლო მოგზაურობას ტურნეს. ბილეთები უკვე იყიდება? ბილეთებს არ ყიდით ვეპატიჟებით ყველას ეხა და კონსერვატორიაში აუცილებლად გაიყიდება ბილეთები. რეპერტუარი როგორი იქნება? რეპერტუარი მრავალფეროვანი, ძალიან მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იქნება. ავთენტური ფოლკლორი, იქნება მოდერნიზებული ფოლკლორი, იქნება ცოტა ჯაზის ელემენტები და იქნება საორკესტრო შესრულებით, ფანდურების და გიტარების და ვიოლინოს შესრულებით, ლიბერტანგო და იქნება კიდე ქალაქური სიმღერები არანჟირებით. ეს როდის იქნება კიდევ ერთხელ მითხრეთ მეც მაინტერესებს. 30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტო დარბაზში. და ქალდეაზეც რო გითხრათ, როგორ შეიქმნა ეს ანსამბლი, როგორ შეკრიბეთ ეს შესანიშნავი გოგონები? ქალდეა შეიქმნა 3 წლის წინ. გებეის ბოდიში ამ სიტყვაზე ისე ყველა შინაურულად ასე ვიტყვი. თვითონ გებეის აზრი იყო, რომ შექმნილი იყო, მე თვითონ გებეის კაპელაში ვიყავი 10 წელი ვსახურობდი და აქედან გამომდინარე ახლა მიცნობდნენ კასტინგი, 3 კასტინგის შედეგად შეირჩეს 12 დღეს 12 არიან, მაგრამ დღეს 3 ვერ მოვიდა, ზოგი სამსახურიდან ვერ გამოვიდა, ერთი შვილიანი ყავს და ასე შემდეგ. ბატონ თამაზ, მე მგონი ძალიან კარგი იქნება თუ უცხოელებსაც დაპატიჟებთ ამ კონცერტებზე, არა დიპ კორპუსის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მგონია რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიცნოს. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ აი ყველანაირი მაყურებლისთვის იყოს ცნობილი ჩვენი ანსამბლი, იმიტომ რომ არც ისეთი დიდი ხანია რაც ვართ, თავის ვიწრო წრეში უკვე იცნობენ საკმაოდ ახლა ახალგაზრდებში, თქვათ იგივე ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელევიზიითაც ხშირად გამოსვლან, მაგრამ უფრო აი ასაკიანი მაყურებლისთვის ჯერ უცნობი არიან და თან აი იქნება თუ უცხოელებიც გაიცნობენ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი კულტურა არის და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ქართულ კულტურას და რაც უფრო მეტი ეზიარება, უფრო კაია ჩვენთვისაც, ჩვენი ქვეყნისთვისა და მათთვისაც ალბათ ასე. და ხშირად ანსამბლები გადიან ხოლმე თბილისის ფარგლებს გარეთ რეგიონებში. თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე მსგავსი დაგეგმილი? აი ხა უახლოეს მომავალში გვაქვს დაგეგმილი, უბრალოდ თარიღზე ვერ ჩამოყალიბდით, ვფიქრობთ კახეთში გაკეთებას ერთი კონცერტის ჯერჯერობით, გურიაში გვაქვს კიდე ალბათ ოზურგეთში. მაგრამ ჯერ აი ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი, იმიტომ რაღაც ტექნიკური პრობლემებია მოსაგვარებელი, მაგრამ აუცილებლად იქნება წელს. საქართველოსთან როდის უნდა გავიყვანოთ ეს ჩვენი გოგონები და ვაჩვენოთ სოფლიოს რომ ომი აღარ იყოს. საქართველოსთან ნუ ერთხელ ვიყავით უკვე გასული, თურქეთში იყო ფესტივალი, სადაც გაიმარჯვეს. მაგრამ ესეთი გაიმარჯვებდნენ აბარასის. ხო. გაგიგდებოდათ. როგორც ჩვენ გვინდა და თვითონ უნდათ, ისეთი სიხშირით არ ყოფილა ჯერჯერობით, მაგრამ იგეგმება რაიმე ჯერჯერობით ისეთი აი ხელშესახები და უახლოეს მომავალში, აი ძალიან მოკლე მომავალში არა, მაგრამ რაღაც ლაპარაკები არის და კიდე როგორც კი უკვე რაღაცა გაცხადება, აუცილებლად გადაგებიდნენ. ეჭვი არ მიყარებოთ მეს წარმატებებში. რეპერტუარი რომ მრავალფეროვანია, ეს უკვე აღნიშნეთ. და ერთ-ერთი სიმღერა გაქვთ დუეტში დათვარჩვაძესთან. და ხო არ არის კიდევ დაგეგმილი კიდევ რაიმე დუეტების ჩაწერა? თითქმის ყველა მომღერლებთან ჩაიწერება, იმიტომ რომ ჩვენთვის ბევრი სიმღერა არის უკვე დაწერილი და შექმნილი და ცოტა ხანი ჩაწერის პროცესი გავაჩერეთ ამ სოლო კონცერტის გამო. ეს ყველაფერი გაგრძელდება იანვრის ახალი წლიდან, იმიტომ რომ ბევრი კონცერტი და ბევრი ღონისძიება გვაქვს, აუცილებლად გაგრძელდება. და ეს ჯაზური ხაზიც, ლაიტმოტივიც რაღაც შენარჩუნდება ალბათ კალდეას შემოქმედებაში. აი ეს ავარჩიეთ ჩვენ. არა, ერთჯერადი არა, ეს ჩვენი სტილია, ასე ვთქვათ. ეს არის საშემსრულებლოდ არის გუნდი, აქ არ არის ერთი პირველი ხმა, ერთი მეორე ხმა, 4 და 5 ხმაში იშლება. თუნდაც ეს ლაღიდის საყიდაო
ჩვენი ვერსია, ჩვენებული ვერსია, იმიტომ რომ ეს მოიხსენება დაწერილია მხოლოდ სიმფონიური ორკესტრისთვის და გუნდი გამოვიგონე მე და თამაზმა ეს ყველაფერი ხალხურ საკრავებზე გადაიტანა. ისე რომ არ ტონალობა შეგვიცვლია და არ წყობობოდ ესე გუნდი გამოვიდა. ძალიან მშვენიერის გამოვიდა, ძალიან მოვიდა. ნამდვილად. ნამდვილად. მე მგონი ერთი მღერას კიდე მოვასწრებთ, მაესტრო შუადღეში. უნდა მოვასწროთ სხვა გზა. შემოგთავაზებთ ისე ვერ გაგიშვებთ აქედან. სოფო რაფაელას ახალგაზრდა კომპოზიტორია, საკმაოდ ნიჭიერი და მის სიმღერას ალუბლები. დიდი სიამოვნებით აქედან მინდა მოვისმენთ. თუ ნებას მომცემთ ეთერის საშუალებით მადლობა მოუხადო ყველას. აუცილებლად უნდა ვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი არჩილ ფრანგიშვილი და მთელი დეპარტამენტი და მთელი სტუდკავშირი, რომელიც გვერდში გვიდგას და გვეხმარება იმაში, რომ კარგად ვიყო და აქედან მადლობას ვუხდი ყველას და რა თქმა უნდა ჩვენი საქმისთვის გიდგანან გვერდში. თიკა მიხაბელაძე. დიდი მადლობა. ზად ვართ რომ მოვისმინოთ სიმღერა. დაშაქრულა მზის ნაკოცნი ალუბლები შენი ტუჩი სითბოს ჩემთან მოჰყოლია გულსგეფინე დაშაქრული ალუბლები ჩემს ტუჩებს ხომ შენი სითბო ახოლია ნატრის ხეზე მოგიგრიფე ალუბლები სათითაოდ გუწულებად მოგითვალე თითო ალუბალში გისვლი მე გაგოცებ შენ კი ალუბლები თვალე ნატრის ხეზე მოგიგრიფე ალუბლები სათითაოდ გუწულებად მოგითვალე თითო გოცნას თითო ალუბალში გისვლი მე გაგოცებ შენ კი ალუბლები თვალე ჩამოშლია ჩუმი წრემლი თვალის ჭრილზე და ტუჩებზე ლამაზ ღიმილს შახოლია სიყვარულის უხილავი ჩუმი ფეთქვა ალუბლების ლამაზ სურნელს გახოლია ნატრის ხეზე მოგიგრიფე ალუბლები სათითაოდ გუწულებად მოგითვალე თითო ალუბალში გისვლი მე გაგოცებ შენ კი ალუბლები თვალე ნატრის ხეზე მოგიგრიფე ალუბლები სათითაოდ გუწულებად მოგითვალე თითო ალუბალში გისვლი მე გაგოცებ შენ კი ალუბლები თვალე ნატრის ხეზე მოგიგრიფე ალუბლები სათითაოდ გუწულებად მოგითვალე თითო ალუბალში გისვლი მე გაგოცებ შენ კი ალუბლები თვალე ბრავო. ძალიან დიდი მადლობა ამ ხიარულ ნოტაზე რეკლამა მაესტროს შუადღეში ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით მამა ლევან მათაშვილთან ერთად.